მე ჩამოგითვლით 5 ძირითად მიზეზს, რატომ იმატებენ ქალების უმეტესობა წონაში 40 წლის ზემოთ. პირველი ეს არის ესტროგენების ნაკლებობა. მოგეხსენებათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხების ფუნქცია ითრუნება და ის უფრო ნაკლებ ესტროგენს გამოყოფს. ხოლო ესტროგენი მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, მეტაბოლიზმში და ასევე ხელს უწყობს ცხიმის სწორ განაწილებას ორგანიზმში. ესტროგენების ნაკლებობა თრგუნავს მეტაბოლიზმს და ანელებს კალორიების წვას. სწორედ ამიტომა 40 წლის ზემოთ, რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო ადვილად იმატებ წონაში და ბევრი ქალი ამბობს, რომ იგივე რაოდენობის პროდუქტებს ჭამ, რასაც ადრე, მაგრამ ადრე არ ვიმატებდი წონაში, ეხლა რატომღაც ვიმატებ და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მივირთმევთ, უფრო სწორად კალორიები ნაკლები იწვის, იგივეს მივირთმევთ, სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ასაკის მატებასთან ერთად მიირთვათ უფრო ნაკლები საკვები. ანუ კალორია 40 წლის ზემოთ გაცილებით ნაკლები გჭირდება, ვიდრე მაგალითად 20-25 წლის ასაკში. მეორე, მცირდება პროგესტერონის და ტესტოსტერონის რაოდენობა, რაც აძლიერებს მადას და არღვევს მეტაბოლიზმს. მესამე, მცირდება კუნთოვანი მასა. მაგალითად 30 წლის ასაკის შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ქალი კარგავს დაახლოებით 3-დან 8%-მდე კუნთოვან მასას. ხოლო კუნთი, მოგეხსენებათ, წარმოადგენს ერთგვარ ღუმელს, სადაც კალორიები იწვის და რაც უფრო ნაკლებია კუნთი, მით უფრო ნაკლები კალორია იწვის. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატო ვიმატებთ წონაში. მეოთხე, იზრდება ინსულინ რეზისტენტობა, რაც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას და მადის გაძლიერებას. მეხუთე, ქალები ასაკის მატებასთან ერთად უფრო ნაკლებად ფიზიკურად აქტიურები არიან და ესეც მოქმედებს იმაზე, რომ ნაკლები კალორია იწვება. ამიტომ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ამასთანავე აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით სასარგებლოა ძალოვანი ვარჯიშები, ანუ სიმძიმეების გამოყენებით. თუმცა, ვისაც არასდროს გევარჯიშიათ, არ გირჩევთ, რომ დაიწყოთ ძალოვანი ვარჯიშები, ჯერ დაიწყეთ უბრალოდ ფეხით სიარული, დღეში მინიმუმ 3 კილომეტრი პლუს ვარჯიშები სხვადასხვა და შემდეგ უკვე შეგიძლიათ ნელ-ნელა გადახვიდეთ ძალოვან ვარჯიშებზე.